მემრიცხვის მოდული თუ მინუს m-ის ტოლია, ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ m-ი ნაკლებია ტოლი ნულზე. მაგალითად, -7-ის მოდული 7-ის ტოლი. 0-ის მოდული 0-ის ტოლი. ან მოპირდაპირ რიცხვი. 7 - 7-ის მოპირდაპირ რიცხვი. ან რიცხვის მოდული მისი მოპირდაპირ სიდიდის ტოლია, თუ ეს უარყოფითია. 0-ის შემთხვევაში დადებით გინდა მინუსს დაუწევთ წინ, გინდა არ დაუწევთ. 0-ს მივიღებთ მაინც. ან 0-ის შემთხვევაში მაინც შესრულდება. ანუ ეს როდის სრულდება? აი ამ შემთხვევაში. აქ რა წერია? x-2, აქ რა წერია? 2-x. ესე იგი გამოდის ეს იმ შემთხვევაში სრულდება, როდესაც იგი ნაკლებიან ტოლი 0-ზე. ანუ -x ნაკლებიან ტოლი -2-ზე. ბუდი შევეცოც. x-2 არის და არა 2-x. თავად ეს m. როგორც აქ x-2 ნაკლებიან ტოლი 0-ზე. ანუ x ნაკლებიან ტოლი 2-ზე. რა უნდა ვიპოვოთ? წესიერი ათკუთხედის პერიმეტრი უნდა ვიპოვოთ, თუ მასში ჩახაზული წესიერის რადიუსის 3 სანტიმეტრის ტოლი. მოგიწევთ? ჩახაზული წესიერის რადიუსი, ჩახაზული წესიერი არის. ამ წესიერი ათკუთხედის გვერდები წარმოადგენს მოცემული წესიერის მხებებს. რაც შეეხება რადიუსს, რადიუსი ეს არის. შეეხება წერტილში გავლებული რადიუსი მართკუთხედს შექმნის ათკუთხედის გვერდთან. ჩვენ თუ აი მაგალითად ამას გავავლებთ, ეს რომ იყოს, ეს ყველა კუთხედორი, ეს იქნება 360 მეათედი, რადგან ათკუთხედი 10 ტოლანწილად გაყოფს, ზოგადად ეს იქნება 360 მეენედი, n კუთხედის შემთხვევაში. ეს კუთხე იქნება ნახევარი, ანუ 180 გაყოფილი n-ზე. ეს არის გვერდის ნახევარი. ტოლკიას საკუთხედში სიმაღლე მეტიანაც არის და ეს არის ჩახაზული წესიერის რადიუსი. ანუ გამოდის, რომ ტანგენს 180 მეენედი, ზოგადად ფორმულას ვწერ, ტოლია, მოპირდაპირე კათეტი გაყოფილი მიმდებარეს. ანუ აშეფარდებული ორი. ანუ გვერდის ტოლია 2-ჯერ 1-ჯერ ტანგენს 180 გაყოფილ n-ზე. სადაც n არის წესიერი n კუთხედის გვერდების რალ. მაგას მიჩვენებს. რამდენი კუთხედია წის წესიერი ფიგურა. აქ ზოგჯერ n-ს უწერენ იმის აღსანიშნავად, რომ ის მაგალითად ამ მეათე ნიშნავს, რომ 10 კუთხედის გვერდზე ლაპარაკი 2-ჯერ 1-ჯერ ტანგენს 18 გრადუსი. მაგრამ აქ რადიანებში მოცემულა 2-ჯერ 3-ჯერ ტანგენს π მეათედი. ანუ 6-ჯერ ტანგენს π მეათედი. აქ მეკითხებიან პერიმეტრს, წესიერი ათკუთხედის პერიმეტრს. ანუ ეს ერთი გვერდის სიგრძე პერიმეტრი იქნება 10-ჯერ a, ანუ 60-ჯერ ტანგენს π მეათედი. ანუ მოხსენებას იქნება ეს. An 7.2 კილოგრამი მასის შეადნობი მიღებულია 3 ლითონის ერთმანეთთან შედნობის შედეგად. ლითონების მასების განაწილების წრიულ დიაგრამაზე მეორე ლითონის შესაბამისი ცენტრალური კუთხის სიდიდე 5 გრადუსით აღემატება, ანუ ეს თუ არის რაღაც ალფა, ეს არის α-5.
5 გრადუს დაღემატება პირველი ლითონის შესაბამისი ცენტრალური კუთხის სიდიდეს და 35 გრადუსით ნაკლებია. მეორე ნაკლებია, მესამე მეტია. ანუ მესამე რომ მივიღოთ, მეორეს უნდა დავამატოთ 35 გრადუსი. მათი ჯამი, რა თქმა უნდა, არის 360. 3 ალფას დამატებული 35 და გამოკლებული 5 გამოდის, პლუს 30 ტოლია 360-ის. ანუ გამოდის, რომ 3 ალფა არის 330 გრადუსი და ალფა არის 110 გრადუსი. ანუ მეორე შეადნობის შესაბამისი სექტორის ცენტრალური კუთხის კიდე არის 110 გრადუსი. იპოვეთ შეადნობაში მეორე ლითონის მასა. მეორე ლითონის მასა, რადგან ალფა 110 გრადუსია, წარმოადგენს მთლიანი მასის 100-360 ნაწილს. ანუ 11.30-ს მოდები გავუმრავლოთ 7.2-ზე. 11 გავუმრავლოთ 0.2-ზე იქნება 2.2 კილოგრამი. პირამიდა, პრიზმა, ტოლი რაოდენობის წვეროები აქვს. რამდენი წიბო აქვს პირამიდას, თუ მას 5-ით მეტი წახნაგი აქვს, ვიდრე აღნიშნულ პრიზმას. პირამიდა, პრიზმა. პირამიდას, ხუთკუთხა პირამიდას მაგალითად აქვს 5 ცალი გვერდითი წახნაგი, 5 გვერდი სამკუთხედი და 1 ხუთკუთხედი ფუძეში. რამდენი წვერო აქვს? რამდენი ხუთკუთხა პირამიდას 5 წვერო აქვს ფუძეში და 1 ჭყალებში ზემოთ. ანუ 1 ის წვერო, რომელიც ხუთკუთხედის სიბრტყეს არ ეკუთვნის. ანუ პირამიდის წვეროების რაოდენობა არის n+1. პრიზმის შემთხვევაში წვეროების რაოდენობა 2. მაგრამ ასენი ამათ ხომ ერთი და იგივე მრავალკუთხედი არ აქვს ფუძეში. ამიტომ ეს სხვა ცვლადით აღნიშნოთ. რაღაც 2K. და ეს წვეროების რაოდენობა ტოლია. წახნაგებს რაც შეეხება. წახნაგების რაოდენობა პირამიდა n+1. პრიზმას რაც შეეხება, ეს არის K+2. მაგრამ ესენი ტოლი არ არის. წახნაგი პირამიდას აქვს 5-ით მეტი. ანუ პრიზმას უნდა დავუმატოთ ეს. პრიზმის წახნაგების რაოდენობას. მარცხენა მხარები ტოლია, მარჯვენა მხარეების ტოლი უნდა იყოს, ანუ 2K ტოლია K+7. ანუ K ტოლია 7. K+7-ია, მაშინ n+1-ია ეს 2x7, ანუ n არის 13. ანუ პირამიდას ფუძეში აქვს 13 კუთხედი. მაგრამ კითხვა ასეთია, რამდენი წიბო აქვს? რაც შეეხება წიბოს, წიბო პირამიდას აქვს 2n. პრიზმის წიბოების რაოდენობა 3-ჯერ კარი. ანუ რამდენი კუთხედის ყავს ფუძეში 3-ჯერ მეტი წიბოს. მაგრამ ამ შემთხვევაში ამას მეკითხებიან 2x13-ს. ანუ პასუხი არის 26. მოცემულია ეს OABC პარალელოგრამი, AC კუთხის სიდიდე არის 60 გრადუსი, ბეწეთის კოორდინატები არის 4-2. მიტოვებ C-წერტილის აფსისა. თუ ცნობილია, რომ C-წერტილის ორგანტა 0-ია. სადღაც X ღერძზე მდებარეობს C-წერტილი.
C წერტილი მდებარეობს x ღერძზე. მოდით ნახოთ. ეს თუ არის O წერტილი აქ არის, A წერტილი უნდა მდებარეობდეს აუცილებლად ისე რომ მისი და B წერტილის y კოორდინატები იყოს ტოლი. პარალელოგრამია და იმდენ. მისი y კოორდინატი ასევე 2 იქნება. რაც შეეხება ახლა C-ს, C სადღაც x ღერძზე მდებარეობს. დავუშვით აქ. მაგრამ ეს x კოორდინატი არ არის, y-ი ნულია. ამოწაის პირობაში ესე გვეწერა. და AOC კუთხე ეს 60 გრადუსი. ეს 60 გრადუსი. მაშინ ეს გამოდის 30 გრადუსი. A წერტილის x კოორდინატი მიჭირდება. ეს 2-ია. ეს 30 გრადუსია. ეს x-ია. ეს 2x-ია. შეგვიძლია პითაგორას თეორემით გამოვთვალოთ, შეგვიძლია ტანგენსით გამოვთვალოთ, როგორც აღიხარეთ. ანუ შეგვიძლია დავწეროთ რომ x კვადრატს პლუს 2-ის კვადრატი ტოლია 2x-ის კვადრატის და მას გამოვთვალოთ. შეგვიძლია დავწეროთ რომ 60 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირ კათეტი გვაქვს მოცემული 2. და იქნება ჰიპოტენუზა გამრავლებული ფ3 მეორეზე. და გამოდის რომ 2 ტოლია x ჯერ ფ3-ის და x-ი იქნება 2 შეფარდებული. აქედანაც იგივეს მივიღებთ. და როგორც ვიხარდებათ ისე გამოდის. ანუ აი აქ უნდა ეწეროს 2/3. ეს ხო პარალელოგრამია. მაშინ ნიშნავს რომ აი ესეც ასევე 2/3. ბოდიში 2 შეფარდებული ფ3. მაშინ რას მივიღებთ? C-წერტილის კოორდინატი რა იქნება? C-ის კოორდინატი იქნება 4 - 2 შეფარდებული ფ3-თან და 0. რამდენი ისეთი ხუთნიშნა ნატურალური რიცხვი არსებობს, რომელიც მარჯვნიდან და მარცხნიდან ერთნაირად იკითხება. მაგალითი მოტანილია. მოდით ვნახოთ. 1 2 3 2 1. ნულით ვერ დავიწყებთ. ანუ პირველ ადგილზე შეიძლება დავწეროთ 9 განსხვავებული ციფრი. შემდეგ უკვე პრობლემა არ არის 10 და შემდეგაც 10. ნუ ეს ამასთან დაკავშირებულია და რაც მეორე ადგილზე დაიწერება, ის დაიწერება მეოთხე ადგილზე, ასევე ესეც ფიქსირებულია უკვე. ანუ სულ გვექნება 900 ვარიანტი.